შვედური მოდელი არსებობს. საერთოდ შვედეთში 2009 წლამდე საერთოდ არ იყო კერძო აფთიაქი. თლიანად სახელმწიფოს მონოპოლია იყო. საბჭოთა მენტალიტეტი. ხო, ეს რა იციან შვედებს? შვედეთ საბჭოთა მონაშტი. უეჭველი საბჭოთა კავშირის ის იქნება რაღაც გადმონაშტი და თლიანად ეს ფარმაცევტული სექტორი იყო მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მიერ. მონოპოლიზირებული კარგი გაგებით. სახელმწიფო ადგენს ფასებს, ანუ ფიქსირებული ფასებია წამლებზე. და 2009 წელს დაუშვეს მხოლოდ კერძო სექტორი. და დღემდე დაახლოებით ბაზრის 1/3 ისევ სახელმწიფოს ეკუთვნის, ისევ სახელმწიფო აფთიაქების ქსელია და ფასებს დღემდე არეგულირებს სახელმწიფო. ისე კი არ არის რომ შენ რაღაც წამალი ლარად იყიდე და 10 ლარად დადე დახლზე. ნურას უკაცრავად. სახელმწიფო რასაც გეტყვის, იმ ფასად გაყიდი. კერძო აფთიაქი. რეალურად კერძო აფთიაქი და სახელმწიფო აფთიაქი ერთ ფასად ყიდიან შვედეთში, ან ფიქსირებულ ფასად წამლებს. და შევთავაზე რომ მოდი იგივე გავაკეთოთ. არ გჭირდება რაღაც თავიდან ველოსიპედის გამოგონება, რაღაც საპილოტე ვერსია, საპილოტე რამოდენიმე ეს სოციალური აფთიაქები გავხსნათ თბილისში და დავაკვირდეთ. აი რომ პრაქტიკაში გაირკვეს ეს მუშაობს თუ არა, ამას ხო არ დაჭირდება ასტრონომიული თანხები, ხო ამას ხო არ ჭირდება რაღაცა რამდენ სისულელეში დაიხარჯა ათეულობით, ასეულობით მილიონი ლარი. რამდენი ასეულობით მილიონი დოლარი მოიპარეს ამ კორუფციონერებმა. მოდი რა 10 მილიონი დოლარის ბიუჯეტში ჩავეტიოთ. რამოდენიმე მაღაზია ის აფთიაქი გავხსნათ თბილისის მასშტაბით. თან საწყისი თანხა საჭირო. მე ის საწყის კაპიტალია, კაცო, ეგ რენტაბელურია, მე თავი შეინახავს. და აი მარტივი სქემა. კერძო აფთიაქი რას აკეთებს საქართველოში? კერძო აფთიაქი აკეთებს ძალიან უპრიმიტიულეს პროცესს. თურქეთში, რუსეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში ყიდულობს წამალს და გარემონტებულ იმაში აფთიაქში მე ყიდის არანორმალურ ფასად. მორჩა. მე არაფერს არ აკეთებ. თვითონ არ აწარმოებს, თვითონ არ ქმნის ამ პროდუქტს. თვითონ რო ქმნიდეს კიდე მესმის, აი მაგალითად ავერსი თვითონ აწარმოებს წამალს და მისი უნიკალური პროდუქცია და რა ფასადაც მინდა, იმ ფასადაც გავყიდი. ეგეც ისიც უნდა დაურეგულირო, რას ქვია, რა ფასადაც გინდა, შენ ჩემს ქვეყანაში ყიდი, კაცო. შენ ქვეყნის ინტერესებს დაემორჩილები და არა შენს კომერციულ ინტერესებს. მაგრამ აი დაუშვათ თავის ნაწარმოებსაც კი არ ყიდის, კაცო, უბრალოდ გადამყიდველია. ერთ ადგილას ყიდულობს, შვეიცარია აწარმოებს, ინდოეთი აწარმოებს და მე აქ ყიდის. საქართველოს მოსახლეობაზე, ქართულ ბაზარზე შემოაქვს. აქ უკვე პირდაპირ სახელმწიფო ინტერესი შემოდის. თან ეს ჯანდაცვა, ეს არ არის რაღაც შოკოლადის წარმოება და რძის წარმოება, ეს ჯანდაცვა არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი დარგი უსაფრთხოებასთან ერთად. ამ დარგის სრული კომერციალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს სტრატეგიული ინტერესია სახელმწიფოსი, რომ მისი მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი. ის მოსახლეობას პირობები ჰქონდეს ცხოვრებისთვის და ღირსეული არსებობისთვის. ამიტომ შევთავაზე ასეთი რაღაც მარტივი სქემა. მოდი ქვეყანამ თვითონ შექმნას ეს სააფთიაქო ქსელები, რასაც აკეთებს კერძო აფთიაქი, ზუსტად დავაკოპიროთ, ზუსტად ყველა იგივე წამალი ვიყიდოთ, როგორც ამას ყიდულობს კერძო აფთიაქი, უბრალოდ კერძო აფთიაქების ნაცვლად რაღაც ასტრონომიულ ფასად კი არ დავდოთ მე ეგ წამალი დახლებზე, არამედ მინიმალურ ფასად დავდოთ, რენტაბელურ ფასად დავდოთ, რომ იმ ფასნამატმა თავისი თავით შეინახოს და ბევრად უფრო შეღავათიანი პირობები მიეცეს მოსახლეობას. და ამაზე იყო პასუხი, რომ არა იცი სახელმწიფო როგორ ჩაერევა ბიზნესში ეს როგორ შეიძლება, აი როგორ, რა ვიცი ეს არაბული ქალაქების სამშენებლო სექტორში რატო ერევიან ახლა, ხო არის სახელმწიფო თანამონაწილე ხო? კი, ეგ მან შეიძლება, კი, მან შეიძლება.
მაგის მენეჯმენტს ახერხებს სახელმწიფო და რაღაც აფთიაქები რო გახსნას, აი მან დაიქცევა სახელმწიფო. მაგის მენეჯმენტს ვერ მოახერხებს ერთ-ერთი მთავრობა. რატო იცი? იქ აფთიაქები რო გახსნათ, კორუფციაში ჩაიხრჩობა იმ წუთში. უეჭველი, კი. მე რაღა აზრი აქვს ჩვენ ცხოვრება. ნახე რა იქ ისე კორუფცია დავა. არაბებზე რო გაყიდი, ეგ მან დაარიქნება. ეგ არის სუფთა საგვენდობით. ეგ სუფთა გამჭირვალე. მაგას იქ მე რა მოხდა რომ გასაინდუმლოებულია ხელშეკრულება. მაგრამ კორუფცია რა შუაში ხა ხო? როგორ არენდობით ახლა ამათ? ეგ ხო წარმოუდგენელია. ეს არის ფაქტობრივად ესენი ამას რო ხელს მოაწე პირდაპირ სიკეთის განსახიერება ხდება ადამიანი, ხო? ეგ ხო ეგრე მუშაობს, არა? იქ აფთიაქსო გახსნი საზიზღარი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ დაინგრევა კორუფცია, დაინგრევა, ვერ გაუძლებს ამას. აი ზუსტად რო ავხსნათ, იდეა არის შემდეგი და აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, არაერთ ქვეყანაში, აი შვედეთის მაგალითი მოვიყვანე გიორგი, ხო? იდეა არის შემდეგი. ხსნის სახელმწიფო აფთიაქს, რომელშიც წამლები, შემოტანილი წამლებია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად არაფერს არ ვაწამლებთ, ამ შემოტანილი წამლების გაყიდვა ხდება თავის ფასში იმ მინიმალური ფასდამატით, რომელიც აი იქ მომუშავე პერსონალის და იმ სივრცეების, აფთიაქის სივრცეების შენახოს დაჭირდება. აი მინიმალური ფასდამატი რო უბრალოდ თავისი შენახვა შეძლოს პერსონალის, ანუ ფაქტიურად თავისი ფასი თვითღირებულება რაც დაჯდება ამ სავაჭრო ქსელის, მაგ ფასში თავის ფასში ყიდის. ეხლა რო ყიდიან წამლებს 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ ძვირად იმ ფასისა, რაც შემოტანაში ჯდება და ადგილზე ჯდება, ხო? ეგ წელში გაწყვეტა მოსახლეობის, ეგ პრობლემა მოგვარდებოდა, არ ვიცი, აი, როგორც კი ამ პროექტს დაანონსებდნენ და რა, ნახევარი წელი ეყოფოდა იმისთვის, რომ ყველა ქალაქში ერთი სახელმწიფო აფთიაქი მაინც გაიხსნას, ხო? ეგ პრობლემა მოგვარდებოდა ყისიერად. ყველა აი ამ კერძო სავაჭრო სააფთიაქო ქსელს მოუწევდა ყისიერად დაგდება ფასების და ადეკვატურ ფასებამდე დაყვანა ამ პროცესის და ეს ხო არ არის კაცო ისეთი ბიზნესი, რომელიც რთული სამენეჯმენტოა, უბრალოდ ხსნი რაღაცა. სხვადასხვა სივრცესაც იგივე წამლები შემოგაქვს და ადებ და ფარმაცევტი დგას და ყიდის ამ იმას პროდუქტს. ვინც ჩვენი ერთგული მაყურებელი, ახლა იმას ემახსოვრება, ჩვენ ეს იდეა ძალიან დიდი ხანია, უკვე ბევრი წელია ამ იდეას ვაჟღერებთ და ანალოგიური მიდგომა შესაძლებელია იგივე სუპერმარკეტებთან მიმართებაში და ზოგადად საქართველოში მთელი რიგი პრობლემები არსებობს უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ნება არ არსებობს აი მთავრობაში კორუფციული სქემები ჩართულობა ეს რაღაცა ფული ეს ხალხზე ფასების გაზრდით კონკრეტულ რაღაც პატა ვიწრო წრეში დიდი რაოდენობით თანხის შედინების იმხელა სურვილია რომ მაგის მოგვარება არავის არ უნდა. სიამოვნებაში პრობლემა მაგაში მდგომარეობს თორე ის კი არა რომ რამე სირთულეა რაღაცა ძალიან ძნელი სქემა და ეს წარმოუდგენელია მაგის ბიუჯეტი საქართველოს არ აქვს. სიამოვნებაში ყველაფერი არის ელემენტარულად მოგვარებადი უბრალოდ მართლობა ჩაბარებული აქ ისეთ ხალხს, ვისაც არათუ მოგვარება არ უნდა. პირიქით მაგას აკეთებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ მოგვარდეს. ამიტომ ეგ სქემა, რაც გიორგიმ გააჟღერა, ეგ არის ძალიან, ანუ ისედაც აპრობირებულია და ყველასთვის გასაგებია, რომ ძალიან გააჯანსაღებს ზოგადად აი ამ აფთიაქების გარემოს საქართველოში ფასების წამლებიზე და ზოგადად იგივე მიდგომა შეიძლება დამკვიდრდეს ყველა იმ სექტორში, სადაც უბრალოდ რაღაცის გასაღებაზეა საუბარი, ხო? როცა ვიღაცა ჯგუფები კარტელულ გარიგებებში იღებენ მონაწილეობას და რაღაც ფასებს ხელოვნურად ზრდიან, მაგის დასარეგულირებლად უნდა არსებობდეს ასევე ჯერ ერთი სახელმწიფოსთან გარიგებული
ჯგუფები აკეთებენ მაგას და მეორეც ერთი ასევე რო იარსებებს სახელმწიფოს მიერ თქვათ აფთიაქები ეგ შეუძლებელი გახდება ვეღარ გაზრდიან ხელო ანუ ეს გადამოწმებადი იქნება ადგილი ხო ძალიან მარტივი სქემა და რატო არ ყიდი ასე ხლა რაღაცა იმას ვერ უყენებ პრეტენზიას კერძო ბიზნეს რომელზეც როცა ამბობ როგორი ძვირია მაგალითად აფთიაქში წამალი მთავრობა ხელს იშვერს რავი კერძო ბიზნესია ბიზნესის საქმიანობას ვერ ამას პასუხობს ახლა თვითონ რო გააძვირებს თუ გააძვირა ხელოვნურად არა და მაგის мотиваცია ნაკლები ექნება მასზე შეტევის პოლიტიკური ფასის აკიდების ასე და მიწოლის მექანიზმი გექნება მეტი.